ივანიშვილის რეჟიმმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ პროტესტი მილევად რეჟიმშია და ქუჩაში მხოლოდ 50 ადამიანი დგას პროტესტის 1 წლის თავზე, ხალხით გადავსებული რუსთაველის გამზირი მიიღო. ეს იყო პასუხი და სიგნალის ივანიშვილის მიმართ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან უსამართლობას, პოლიტპატიმრების არსებობას, რეპრესიებს და საქართველოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას. სწორედ კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა ოლიგარქის პარტია, როდესაც გამოაცხადეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებენ. გადაწყვეტილებას დიდი საპროტესტო ტალღა მოყვა დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდნენ, თუმცა დასჯილი ამ დრომდე არავინა. ლიზი ვეკუა გვერდდება პირდაპირ ეთერში, ლიზი გისმენთ. გიორგი, ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის ანტიკონსტიტუციური განცხადებიდან 1 წლის შემდეგ ქართული ხალხი ისევ ქუჩაში გამოვიდა, მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, სწორედ იმ ადამიანების, რომლებიც რეჟიმმა 28 ნოემბრის აქციების შემდეგ დააკავა, ეს ადამიანები შეიკრიბნენ 2 ლოკაციაზე და შემდეგ გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირზე 1000-ობით მოქალაქემ კიდევ ერთხელ გააგონა ქართულ ოცნებას თავიანთი ხმა და უთხრა, რომ ისინი არ შეჩერდებიან მანამ სანამ ამ ბრძოლას არ მიიყვანენ ბოლომდე, როგორც გითხარით, გუშინდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საზოგადოების ჯგუფის წევრებმა და ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ არ გაჩერდებიან და არ დანებდებიან მანამ სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები და არ გათავისუფლებიან სინდისის პატიმრები. ჩვენවත් ბრძოლის უნარიანი საზოგადოება, რომ მიუხედავად რეპრესიისა, მიუხედავად წამებისა, თავდასხმისა, რა ვიცი, ფინანსური ჯარიმებისა, ყველაფერი, რაც თავს დაგვატეხა აი ამ რაღაცა საშინელმა რეჟიმმა, ამის მიუხედავად ქართული საზოგადოება არის ერთიანი, არავინ არ დაიჯეროს ამ ტროლების და დეზინფორმაციის. ეს არის საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ დაიბრუნოს მისთვის წართმეული სახელმწიფო. ისევ მედგრავდგევარ ჩვენც, ამ ჩვენს 64 საქართველოს არავის არ დაუთმობთ. ჩვენ ამ ერთიანობით, ერთ მუჭად შეკრულები აუცილებლად გავიმარჯვებთ. წინსვლა იქნება აუცილებლად. ჩვენ არც გავჩერდებით, ვერც გავჩერდებით და არც ვაპირებთ გაჩერებას. წინ ნათელი მომავლისკენ. ის ბრძოლა რა ბრძოლაშიც ერთად ვიყავით და რის გამოც ახლა ისინი ტყვეობაში არიან, გრძელდება და იქამდე გაგრძელდება, სანამ გამარჯვება არ დადგება და სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ხნის გეგმა ასრულდეს, რომ საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის. შარშან ამ დროს ჩემი თავი რომ მახსენდება, ვიყავი ძალიან გაბრაზებული სხვა ადამიანებთან ერთად და მეგონა უფრო მალე მოვახერხებდით ამ რეჟიმის დამარცხებას, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ აქ ვართ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარხმალი გვაქვს დაყრილი. პროტესტის 1 წლის თავზე მე შემიძლია ვთქვა ის, რომ ძალიან ამაყი ვარ ამ ხალხით და იმით, რომ ამ შეუპოვარი და გაუტეხელი ადამიანების გვერდით ვდგავარ ისტორიის სწორ მხარეს, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიუხედავად რეპრესიებისა, დაშინებებისა, დაკავებებისა, ჩვენ არ გავჩერდებით და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, ასეთია სამოქალაქო აქტივისტების, დემონსტრანტების განცხადებები რუსთაველის გამზირიდან. დღევანდელ საპროტესტო აქციაზეც გეტყვით, რომ ტრადიციულად პროტესტი ისე გაიმართება რუსთაველის გამზირზე და მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ 367 დღესაც შეიკრიბებიან.